ასეთი იყო ჩვენი მოგზაურობა ვაშლოვანში, საქართველოს პატარა არიზონაში. ჯერ კიდე მარტია და აი ეს სცენარები და ყვავილები არ არიან, რაც მე ცოტა მოგვიანებით მოდის ხოლმე. რომ ერთ დღეში ამდენი რაღაცის ნახვა შეიძლება. თან ეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო თვითონ ძალიან პატარაა რა და ამდენი რაღაცა რომ არის ესე და შეგიძლია ძალიან მალე უცებ გაჩნდე, აი ეგ არის გასაოცარი. ეს ტერიტორია არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ მოხვიდე და ნახო. თან უნდა გაიაზრო რამდენად მნიშვნელოვანია და როგორი გაფრთხილება ჭირდება რა. მოგესალმებათ, მომთაბარე პოდკასტი. დღეს ვიწერთ მეორე ეპიზოდს და ახლა ვართ შირაკის ველზე და მივდივართ ვაშლოვანს. აღმოსავლეთ საქართველოს კიდეში. ჩვენთან ერთად არის თემო პოპიაშვილი, ჩვენი მეგობარი, რომელმაც გვიმასპინძლა დედოფლის წყაროში და შემდეგ ახლა მივდივართ ვაშლოვანში. ჩვენი სტუმარი არის და შეიძლება ითქვას, რომ მასპინძელიც ექინა გამომდინარე, რომ რა ვიცი, ჩვენთან ერთად დავიწყეთ, ხო, დღევანდელი დილა. ეს არის როგორც ხვდები, ანუ ადგილი საითანაც უკვე აქედან ვიწყებთ, ხო, ვაშლოვანისკენ, როგორც არის ბანერი გვიჩვენებს, ხო? კი, აქ დაამთავრდა მოსაწყენი გზა, ხო, ასფალტი. ხო, და ჩვენ საკენ დავიწყეთ. კი. საინტერესო დაანგრეული გზები გადავალთ გრუნტზე და ხო, მე ვიცი რომ ეს გზა არის რაღაც ცოტა სხვადასხვა გზები ერთად შეგვიძლია მიხვიდე, მაგრამ შენ გვირჩიე რომ აქედანაც წავსულიყავით, იმიტომ რომ ხედი და რაღაც შეიძლება ბევრად ლამაზ, ხო? გზა და საერთოდ ვაშლოვანს ახასიათებს ბევრი სიურპრიზები რა. აჰა. სინათლის თამაში იქნება თუ რაღაცა გარეული ცხოველების ნახვა და იმედი მაქვს რომ საინტერესო. და პირველ რიგში სიურპრიზი იმიტოა რომ მეც ხო რაღაც კადრები მაქვს, ნახე, პირველად მივდივარ მეც რეალურად ვაშლოვანში და ცოტა გავიწყდება რომ საქართველოში ხარ, იმიტომ რომ საქართველოს მაინც როგორ ვიცნობთ, ხო? მთები, ზღვა, ტყე და აქ რაღაც უდაბნოში ხარ, ხო? უდაბნოში ხარ, მაგრამ აი ეს სიტყვა უდაბნო ხო ხშირად ასოცირდება რაღაც უცოცხლო ადგილთან. ხო, აქ არა, პირიქით. აი აქ პირიქით არის ბიომრავალფეროვნება, რაღაც ძალიან ჩანს, გეძახის, ნაკვალევის ნახვა შეიძლება. აი გვინდა დათვის დაკვალევიც შეიძლება ვნახოთ? შეგვიძლია ვცადოთ. ხა გარანტია არ გვაქვს, მაგრამ იმედია გაგვიმართლებს. კი. და არა მარტო დათვის შეიძლება საინტერესო ცხოველების ნაკვალევიც ვნახოთ და თუ ძალიან გაგვიმართლებს, მე თვითონ ცხოველებიც. ძალიან კაი. ისე რომ კამერები მზად უნდა გქონდეს და წავედით მაშინ. წავედით. სისველის ყველა ეტაპზე სხვანაირად იქცევა ეს ტალახი. ხან გასრიალებს, ხან ითრევს, ხან გეკრობა. ზამთარში ყოფილ ხარ? ზამთარში ჩვეულებრივ. თოვლი როგორ არის მაგრამ? თოვლი აქეთ იშვიათად იცის. ხო რა. თუ მოვიდა მე დიდხანს. აბა ირაკლიმს ადნახა თოვლი დღეს, რომ მაინც თოვლია რა თქვა ამინდის პროგნოზზე. არა, ესე შეიძლება მოთოვლოს. დადებას. ხო, გადასაღებად ხოლმე. ყველაზე რთულია, როცა ესეთი სიცხეა და ალმურიასთვის ნიადაგს ფოკუს ვერ ასწორებ რა, რაც არ უნდა ეცადო, გამოდის ძალიან უხარისხო ფოტოები ხოლმე. ამიტომ ან ქარიან ამინჩი ვცდილობ ან სიცივეში. აჰა. ის ზოგადად როგორი ტემპერატურა ხოლმე? ანუ შედარებით თბილი, იმიტომ რომ ზღვის დონიდან დაბლა საკმაოდ და თბილა, ვიდრე თქვა დედოფლის ამდენებშია. რაღაც ადგილები 100 მეტრზეა. ხო. ინჯინის ყურე ყველაზე დაბლაა და ეხ კიდე ქვემოთ მე ჩავიდეთ ან ჩვენ კი ეხლა ალბათ ვართ 550 მეტრზე და ჩვენ ჩავალთ სადღაც 250-ამდე. იქ კიდე უფრო თბილი იქნება. ნუ თუ არ მოიღრუბლა ძალიან თბილი დღე გვექნება სავარაუდოდ. ხო, თვითონ ეს ნახევარ უდაბნოში, ანუ სავარაუდოდ ტემპერატურა იცვლება, ხო, როდესაც უახლოვდებით, თუ როგორ არის? ხო, ნუ უფრო ალბათ რაც დაბლა ჩადიხარ, ეგ იძლევა სხვაობას, ვიდრე ის რომ რაღაც ნახევარ უდაბნო და მე ვიცი რომ ძალიან ცხელა ხოლმე, მაგრამ ცხელა კი. ზაფხულში გასულ წელს 45 გრადუსი თუ რაღაც ფიქსირდებოდა. კი, მეტიც. ვაუ. მეტიც და ნუ ეს რა თქმა უნდა საუბარია ჩრდილში. და მზის კულზე, ნუ საერთოდ ძალიან ცხელა და აი ქვას უბრალოდ ვერ აიღებ ხელში იმდენად ცხელი. ახლა ეგეც სიცხეა.
საერთოდ ეს ტერიტორიები საერთაშორისოდ არის აღიარებული, როგორც ფრინველებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიები და ესეთი სტატუსიც აქვს რა. 2013 წელს დაარსდა თვითონ ეს ნაკრძალი, როგორც ვიცი მე, ხო? ნაკრძალი სულ პირველად დაარსდა 1935 წელს. აჰა. საკმაოდ ძველია, 90 წელს გადაცილდა, მაგრამ ეროვნული პარკი შეიქმნა 2003-ში. და ხო, ეს ნაკრძალის გაფართოვდა, კიდე ეს ეროვნული პარკი მის გარშემო შეიქმნა და მთლიანობაში ახლა გვაქვს 35,000 ჰექტარი დაახლოებით. დიდი ტერიტორია. ანუ რეალურად რომ მოგინდეს ერთ დღეში მთლიანად ვერც დაფარავ, ხო? ხო, ვერა და ხშირად ჩამოდიან ხოლმე უნდათ რომ ერთ დღეში ხო, ნუ ნახო ყველაფერი, მაგრამ ხო, ჯობია ისე პატარა ადგილი ნახო ერთ დღეში და მეტი დრო გაატარო, თუნდაც ბუნებასთან კონტაქტში. ვიდრე რაღაც ამბიციური გეგმა შეადგინო და მთელი დღე მანქანაში გაატარო, ხო? ეხა ესეთ ადგილზე რომ მოდიხარ, ყველა ფეხის ნაბიჯზე რაღაც საინტერესო შეიძლება ნახო, ან ცხოველის ნაკვალევი, ან რამე ენდემური მცენარე, ან ქვეწარმავალი შეხვდება და მანქანით როცა მოძრაობ ამდენს, ნუ შეიძლება გიურზა. რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მკვლელია. შხამიანია, საშიშია. მაგრამ საშიშია იმ შემთხვევაში თუ გიგბენს. ხო. ეს ძალიან რთულია, მოხერხება უნდა. ხო, იმიტომ რომ ესენი ვიბრაციასაც გრძნობენ გვალები და როგორც წესი, სავარაუდოდ როცა მოძრაობ ფეხის ვიბრაციას გულისხმობ, გაგეცლება რა. კი, რა თქმა უნდა. საერთოდ არ აწყობს ადამიანთან შეხვედრა, ხო. მოსავლის ხრი როგორ არის ახლა? გააჩნია სეზონს, ძალიან დამოკიდებულია ხოლმე ამინდებზე. როდის მოვაწვიმა, როდის და რამდენი ხანი გაგრძელდება გვალვა, მაგრამ თანდათან სწავლობენ რა. თუმცა ამასთან ერთად უფრო მონოკულტურული ხდება ეს მთელი ტერიტორია და პესტიციდების გამოყენება იწვევს რა თქმა უნდა ბევრი ფრინველთა სახეობის, მწერების შემცირებას. რასაც მე ჯაჭურად მიყვება ქვეწარმავლები, მტაცებელი ფრინველები, ძუძუმწოვრების რაოდენობა მაგალითად. სხვაჩერს ვასოს სიტყვები გამახსენდა ახლა ვასო გაბუნიას. მაყურებელს შეგვიძლია შევახსენოთ რომ ჩვენს პირველ ეპიზოდში სწორედ ვასო ყავდა, ვასო გაბუნია და მე შემდეგ ვასომ დაგვაკავშირა ხო ჩვენ ერთმანეთთან და მწერებზე გამახსენდა რომ ვასო ამბობდა რომ ანუ ახლა თვითონ გერმანიაშია და აქ თითქმის აღარ არის უკვე მწერებიო რა და მაგ მხრივ ამბობდა რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბედნიერია, იმიტომ რომ ეს შუქს რო აანთებდა ღამეს სოფელში და მწერები მოდისო ეს ამხელ ბედნიერებაა ვერ ხვდებითო რა და მართლაც ჩემ ბავშვობაში სულ გიყო რომ აი ეს მწერი რომ მოდიო და ვერ ვიტანდი, მაგრამ რეალურად ხო ამხელ მნიშვნელობა აქვს ხო მაგას? აბა ჯერ ერთი თლიანი ბიომასის დიდ ნაწილს მწერები შეადგენენ და მე ამაზე ეწყობა მთელი ჯაჭვი ეკოლოგიური. ეს ადგილი კიდევ უფრო იმიტოა საინტერესო რომ ვიცით რომ იცვლებოდა მივად იყო აქ მილიონობით წლით ადრე იყო ზღვა ხო? კი. დიდი ზღვა იყო როგორც ვიცი, შემდეგ წარმოიშვა უკვე მთები და მიმხრივად ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ცხოველები ბინადრობდნენ სხვადასხვანაირი საერთოდ ხო, რაღაც პრეისტორიული ცხოველები, მაგალითად რაც უძველესი ჟირაფზე ამბობენ, ხო? იქ რაღაცა სპილოს წინაპარია ეს სახეობა, რომელსაც არა, სპილოა. ეხა მასტოდონტიც არის, რომლის ნაშთებთან შეგვიძლია მივიდეთ და ნახოთ. ეს სპილოს მაგვარი არსება, მაგრამ ამ რეგიონში ნაპოვნია სამხრეთული სპილოც, რომელიც არის უზარმაზარი 4 მეტრის სიმაღლის გახსენდება. ხო, არჩილ კიკოძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც მოწამლა ვაშლოვანმა და ესეთი მიჩვევა ახასიათებს ვაშლოვანს. ერთხელ რომ ნახავ, მე ძნელია რომ დაივიწყო. ახლა რაღაც გზა ნელა უფრო რთულდება, რასაც ვათხოვდა. ანუ აი აქ მაყურებელს შეიძლება დაინტერესოს, როდესაც მანქანით მოდიხარ, ისი გათვალისწინება საჭირო და რა ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც.
კი, საჭიროა ორხიდიანი მანქანა, ოღონდ არა ის კროსოვერი, უფრო ესეთი მაღალი კლირენსის მქონე და ძლავრი მანქანა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შრალში შეიძლება სხვა მანქანაც, უფრო პატარა მანქანაც მოხდეს, ჯერ ერთი საკმაოდ ცოდოა გზებზე და თან ერთი პატარა წვიმა გადააქცევს ამას ხაფანგად. ეს თვითონ გადასახვევიდან საიდანაც დავიწყეთ ხო ჩვენ გადაღებაც უკვე თვითონ აკრძალამდე რამდენი ხანი გრძელდება გზა მანქანით რომ მიდიხარ დაახლოებით? გადასახვევიდან დაახლოებით 1 საათის გზა შესასვლელამდე. მე იმის მიხედვით რა მარშრუტს აირჩევ, შეიძლება 2 დღეც გაატარო დაცულ ტერიტორიაზე და 3-იც რო იყოს, მოსაწყენი მაინც არ ხდება. ჩვენ ახლა უკვე მოვედით დაცული ტერიტორიის საზღვართან. აი სულ ცოტა ხანში ჩვენგან მარჯვნივ იქნება დაცული ტერიტორია. ხო, ისე ზოგადადაც როგორც ვიცი, საკმაოდ დაცულია, ხო? გულისხმობს რომ საზღვარი არის აზერბაიჯანთან. კი, რაღაც ადგილებს, რომელიც ახლოს არის აზერბაიჯანის საზღვართან, ბუნებრივად დაცულს ხდის. და არის მანდ უკვე საშუი საჭიროება. კი, საშუის აღება საჭირო, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობით სასაზღვრო ზონაში, რომელიც მოიცავს 5 კილომეტრიან ზოლს საზღვრიდან, საჭიროა რეგისტრაცია და საშუის აღება, ნებართვის აღება, რომ შეხვიდე. რასაც შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს უკვე ჩვენი გამოცდილები, ჩემი გამოცდილები და შეგვიძლია გითხრათ, იმას ვიყურებთ. გაითვალისწინეთ მინიმუმ 5-6 დღე ამისთვის წინასწარ გადადეთ, ნამდვილად გირჩევთ. განსაკუთრებით თუ გადაღებას აპირებთ. ხო. მაშინ ერთი კვირა მინიმუმ. ხო. არის ადგილები, რაც საერთოდ გადაღებაც აკრძალულია, ოფიციალურად? ნუ ოფიციალურად გადაღება იკრძალება თვითონ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მათ შენობების, მესაზღვრეების და ასე შემდეგ. დანარჩენი არა. მე როგორც ვიცი, სხვა შორის კურსიკებთან მიახლოება არ შეიძლება და გადაღებითაც რო იღებ, როგორც მე ვიცი, თვითონ ეს დროინც არ უნდა მიუახლოვდეს, იმიტომ რომ არ უნდა დააფრთხო ესე. კი, ასეა. მაგისგან დაცულები ვართ ჩვენ, ესე იგი. კურსიკები არ დავაფრთხეს. არა, ისედაც ეს განზრახვა ჩვენ არ გქონია და ამას აქვს თავის წესები, როგორ უნდა გაკეთდეს. შეიძლება, რა თქმა უნდა, დრონის გამოყენება, ოღონდ შორიდან. ხო. არავითარ შემთხვევაში პორტრეტის გადაღება და როცა შორიდან განსაკუთრებით ზუმიანი დრონით თუ შეეცდები გადაღებას, კურსიკები არც იტყობენ ამას. მაგრამ არის კიდე ერთი რაღაცა, თქვათ შეატყე, რომ კურსიკს შეეშინდა, ხმაზე დააფრთხა და გაიქცა, მაშინვე ჩერდები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაყოლა, იმიტომ რომ ეს სტრესავს საკმაოდ და იწვევს ქცევის ცვლილებას. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა გამრავლების დროა, მაგ დროს მამრები ცდილობენ თავის ტერიტორიების დაცვას, თავისი ჰარემის შენარჩუნებას და ამ დროს ყოველი ზედმეტი შეწუხება არასასურველია, მით უმეტეს რომ ისედაც ახლა გარეული ცხოველებისგანაც აქვთ შეწუხება, მტაცებელი ფრინველებისგანაც. მტაცებლების მხრივ როგორ არის? ანუ მე ვიცი რომ აქ ადრე აფთარი იყო, რომელიც ახლა აღარ არის, ხო? კი, აფთარი სამწუხაროდ გადაშენდა და ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გვაქვს არავითარი ხელჩასაჭედი ნამდვილი მტკიცებულება, რომ აფთარი არსებობს. კი, რაღაც ჭორების დონეზე ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ ეს მეცნიერული ინფორმაცია არ არის, რა თქმა უნდა. დაცულ ტერიტორიებზე არის ფოტოხაფანგებიც, ვნახულობთ ნაკვალევსაც, მაგრამ რატომღაც აი ძალამასი აფთარი არ არის. ძალამასია. და ლეოპარდია კიდე დაფიქსირებული, ხო? კი, ლეოპარდის ლეგენდარული ლეოპარდი. ცნობილი ლეოპარდი, რომელმაც
ნუ რა თქმა უნდა. ჩაიქროლა, ხო? შეიძლება ითქვას. შემოიარა რაღაც პერიოდი დაჰყო და მე ოპა. სამწუხაროდ არ ვიცით რა მოხდა. ახლა სად ვართ? ანუ ეს არის რაღაც ერთ-ერთი შენი საყვარელი ხედი, ხო, როგორც მივხვდი? კი. ეხლა ვართ ერთ-ერთი ადგილი, საიდანაც ვაშლოვანის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაკვეთები ჩანს. ჩვენს ქვემოთ ხედავთ ღვიიან ტყეს. აჰა. და ალესილების ჩრდილოეთ ნაწილებს. ეხლა უნდა დააკვირდე ეს ღვიანი ტყეები, ჩვენ უყურებთ ჩრდილოეთ ნაწილებს, ხო? მაგრამ ქვემოდან როცა მოვექცევით და მეორე მხრიდან შევხედავთ, იგივე ტერიტორია აბსოლუტურად სხვანაირი ჩანს. და მაგას ვიზამთ ახლა ჩვენ. კი, მაინც მივდივართ, რეალურად იქ ჩავდივართ. ჩვენ უნდა ჩავიდეთ აი ამ გაუგებრობაში. აჰა. ამას ქვია არეულები, ესეთ რელიეფს. აჰა. ეს ესეთი ტერმინია მიღებული. და ჩვენ ჩავალთ შიგნით, უკვე ხეობებში მოგვიწევს სიარული და შევეცდებით რომ ვიპოვოთ ცხოველების ნაკვალევები. ეს არის ეხლა წიწოვანი მცენარეები რაც ჩანს. ღვია. სამი სახეობის ღვია აქვს. ღვია არის რისგანს ჯინი მზადდება. აჰა. აღონდ ვაშლოვანის ჯინი არ გამისინჯავს, არავინ არ აკეთებს და ერთხელ გავაკეთებ. მე მგონი და გააკეთო, ხო? ხო. და გარდა ღვიისა, აქ არის ერთ-ერთი დომინანტი მცენარე საკმლის ხე. საკმლის ხე არის ფისტას მონათესავე და პირველად ვაშლოვანის ნაკრძალი რატომაც შეიქმნა, ეს არის ამ ორი სახეობის რაღაცა კომბინაცია, რომელიც ქმნის ესეთ არიდულ ნათელ ტყეებს. და ეს არის სახეზე, ხა ჩვენ წინ გადაშლილი. როცა ხეები რაღაც ბუნებრივად დისტანციით არიან ერთმანეთის მიმართ, აი განსაკუთრებით ამ ნაწილში ჩანს, ხო? არ ქმნის დახურულ უღრან ტყეს. ეს იყო პირველი მიზეზი, რატოც შეიქმნა დაცული ტერიტორია, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური ტიპის ტყე და მერე უკვე აღმოჩნდა, რომ მარტო ნათელი ტყე არ არის ამ ადგილის ღირსება. ძალიან საინტერესოა მწერების მხრივ დიდი მრავალფეროვნება, ფრინველების, ძუძუმწოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი თავშესაფარია, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ქვემოთაც, ჩვენს უკანაც უფრო გაშლილი ადგილებია, თავშესაფარი ნაკლებია და კი შეიძლება რომელიმე ძუძუმწოვარმა ეს ტერიტორიებიც გამოიყენოს სანადიროდ, მაგრამ თავშესაფრად და შთამომავლობის გამოსაზრდელად ეს არის იდეალური. და გარდა ამისა საინტერესოა გეოლოგიურად, ხო, ეს სახეზეა და ჩანს პირდაპირ ზღვიური დანალექების სხვადასხვა ფენები, რომელიც მდიდარია ნამარხი ფაუნის. ანუ აქ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვა იყო რეალურად. კი, ეს მხოლოდ ეს არა, მთელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი და ივრის ზეგანით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ზღვიური დანალექები. ну, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პერიოდის, მაგრამ შედარებით ახალგაზრდა. დაახლოებით რამდენი მილიონი წლის წინ? დაახლოებით 7-დან უფრო აქეთ. ну, არის 2 მილიონი და რა თქმა უნდა, არის ანთროპოგენური, ანუ ადამიანის გაჩენის შემდეგ წარმოქმნილი. ну, ყველა ფენას თავისი ნამარხები აქვს და რომელსაც დღეს ვნახავთ, კი. რაღაც ნაწილი დაცული ტერიტორიის არის ტრადიციულად საძოვრები და ეხლაც სამთრის საძოვრებია, ჩამოდიან ხოლმე თუში მეცხვარეები და აძოვებენ ცხვარს. და დანარჩენი ნაწილი არის ნაკრძალი, სადაც უფრო ძოვებაც შეზღუდულია, ტურიზმით შეზღუდულია და ის არის მხოლოდ და მხოლოდ ბუნებისთვის, სადაც თავისთავად, კი. იქ დაშვებულია მეცნიერული კვლევა, თუმცა ეს მეცნიერული კვლევაც უნდა იყოს არა манипуляციური, ანუ შეიძლება ფოტოკამერა დააყენო, მაგრამ ისეთ კვლევას ვერ გააკეთებ, სადაც ჩარევა საჭირო, მაგალითად ხის მოჭრა, იმის ასაკის დასადგენად, ან რა მსგავსი. ეს რა არის, ხო, დრო უყურებ რაღაც გიგანტურ სტადიონს გავს. თანაც ტბასაც გავს. რეალურად არც ერთი და არც მეორე. ტბას გავს, კი, ეს არის ხორბლის ყანა. ну, უბრალოდ
ამოსულია ეს შემოდგომაზე ითესება ხოლმე და ეხა უკვე ამოსულია ხორბალი და ეს კონტრასტი უბრალოდ იმიტომ არის გამოწეული რომ დანარჩენი რაც არ იყო მოხნული იქ გასული წლის ბალახი ყვითლად ჩანს ჯერ კი არის ახალი ამოსული ამ ყვითელის ქვემოდან მაგრამ მაინც ყვითელი ფარავს და აქ მოხნული რაც იყო მარტო მწვანეა და ხარ გადავიდეთ კი ეს ძალიან მაგარია ხოლმე აპრილში როცა ზღვასავით ღელავს უკვე რომ გაიზრდება ჯეჯილი აი სამხელს ეგ არის ეს თელი სიმწვანე რაც ჩანს ესე თლიანად ეგ არის ნუ ადრე ითესებოდა ხოლმე მზესუმზირაც ეხა ცოტა ნაკლებად და აი ამ ხელა ტერიტორიამ მზესუმზირის ყვავილები წარმოიქმნა ძალიან დიდი ტერიტორია ხო ძალიან დიდია და ეს უკვე რაღაც აი იმას გავს რა უდაბნოს კი აი ხა ჩვენ როგორ ადგილასაც ვდგავართ იგივეა იქითაც მართლა იგივეა ხო აქ სხვანაირად ბალახია ჩვეულებრივ იქიდან ეს ადგილიც ესე გამოჩნდება ზუსტად ესე გამოჩნდება როგორც ხა იქით ხედავ დაახლოებით ხო ფერი და ტექსტურა იგივე ექნება ცოტა ხანში როცა ეს ახალი ბალახი გაიზრდება და ამოსწდება ყვითელს მე იქითაც გამწვანდება ესე მწვანედ გამოჩნდება ხო მართლა ხო ну რაღაც ეს თავის გავლენას მოახდენს მწხმელი ბალახი, მაგრამ გამწვანდება. და მე ახლა ძალიან საინტერესო უკვე სიცხეები რო დაიწყება და იწყებს სიყვითლეში წასვლას. პირველი ყვითლდება ისეთი ადგილები, რომელიც მზისკენ არის, ხო, სამხრეთი. ჩრდილოეთი რჩება ისე მწვანე და აი ეს ფერების მონაცვლეობა ხოლმე ძალიან მაგარი. ჩვენ ახლა რეალურად გზას როგორ ვაგრძელებთ ახლა? ჩვენ ახლა ჩავდივართ ამ გზაზე. დიდი ხო ციცაბო დაღმართი გვაქვს. მერე გვერდით გავუვლით მაყანას და უკვე ცოტა ხანში ჩავალთ დაცულ ტერიტორიაზე შიგნით პანტიშარას ხეობაში. ახლდან გავუვლით პანტიშარას, ხო დამაინტერესა ახლდა როგორ გამოჩნდება და ეგ იგივეა როგორც შირაკში რაც გამოვიარეთ. ფერი. უბრალოდ იმდენად მაღლიდან და შორიდან უყურებთ. ხო, ძალიან შთაბეჭდავია ეს. ალავაზია. და რა მეყარს, აი ეხა ხო აქ ვართ და ანუ ესე გამოიყურება ეს ყველაფერი. მოხვალ ორი კვირის თავზე იცვლება მუდმივად. შეცვლია. ალბათ ეგ არის მიზეზი, რატომაც არ წინდება რა. ყოველ მოსვლაზე რაღაცა სიახლეა და ხო, თვითონ სეზონშიც გაზაფხულზე თვითონ რაღაცა იქნება განსხვავებები მანდაც ხო. ამინდიც ახდენს დიდ გავლენას და ჭადრაკს გავს იცი? ან ჭადრაკის ხო ეგ არის მე მთელი ჩემი ბავშვობა ჭადრაკს თამაშობდი რა, ჭადრაკს დავდიოდი და მან ხო ეს არის რომ პარტია არ გიმეორდება რა, თითქოს შეხედავ ერთი დაფაა, ერთი ფიგურები არა, რა უნდა, მაგრამ არ არსებობს რომ პარტია გაგიმეორდეს. მთელი ცხოვრება 5 წელს შევა დაიწყო თამაში და 80 წლამდე ითამაში და პარტია არ გაგიმეორდება რა. პირველი სვლები რა თქმა უნდა სტანდარტული და მე გულისხმობ რა. რაც ეგ გამახსენა ახლა. წავიდეთ მაშინ და ვნახოთ რა მაინტერესებს. ანუ ხა ეს არის ჩვეულებრივ ფილმის კადრი, ხო? და იმას მაგონებს რა ბავშვობაში იყო ეს ფილმი, ეს მელ გიბსონი და ეს რო თამაშობენ ხოუკინ ფენიქსი, ნიშნები თუ რაღაც ესე ერქვა რა. გახსოვს ხო ეგ ფილმი? სიმინდის ყანაში რო ჩნდება რაღაც ნიშნები. ხო, ზუსტად. აი თან ეს ნელა რომ მოძრაობენ რაღაცა მისტიკაა და რა შვებია. თან ყველა შავები რაღაც. ესენი შლიან წამალს თაგვებისთვის. მარცვლეული არის საწამლაოში ამოვლებული და სადაც დაინახავენ თაგვის კოლონიას. ეს არის ერთ ადგილას უამრავი ხვრელი მიწაში. ესეთი კოლონიებია და იქ შორი ახლოს მიმოყრიან ხოლმე და ну მაგით თანადგურებენ რა. ეს თელი ეს თელი ტერიტორია შემოიარა. კი, ფეხით უნდა შემოიარა. ვაუ. ეს სეზონურად ხდება? ხო, ამ დროს ხდება ხოლმე ძირითადად. შემოდგომაზე შეიძლება. თორე აფუჭებს თაგვირებს. ხო, თაგვი აფუჭებს, მრავლდება ძალიან და მერე აფუჭებს. არა, ეს თაგვის გაქრობაც
ფრინველების საჭმელსაც აკრობენ ახლა სამწუხაროდ, მაგრამ ნუ რას ვიზავთ ახლა? ეს არის ზუსტად ჩვენი არჩევანი. არსებობს ამის უფრო ეკოლოგიური გზებიც, მაგალითად, იყო პრაქტიკა, როცა ზოგიერთ რეგიონში, ისრაელში იყო შემთხვევა, დაამონტაჟეს მაღალ ბოძებზე სპეციალური ყუთები, სადაც ბუხრინწებმა გაიკეთეს ბუდე. როგორც აღმოჩნდა იმ ტერიტორიებზე, ბუხრინწების რაოდენობის მარეგულირებელი თუ მალიმიტირებელი იყო საბინადრო ადგილი. და როცა დააყენეს ეს ბოძები და საცხოვრებელი გაუჩნდათ, მერე პოპულაციამ დაიწყო მატება. იმიტომ რომ ჰქონდათ ადგილი, სადაც იცხოვრობდნენ და ამან მნიშვნელოვნად შეამცირა თაგვების რაოდენობა ბუნებრივად ყველანაირი პესტიციდის გარეშე. თუმცა ეს 100%-ით იგივე შედეგს არ იძლევა, რაც საწამლავებს. სამაგიეროდ არის უფრო ეკოლოგიური, მაგრამ აქამდე რომ მივიდეს საზოგადოება რაღაც გარკვეული ეტაპები ალბათ გასავლელი არ ვიცი. ჩვენთან ესე ხდება ეს საქმე. ხედავთ ქურციგებს, ხო? კი. ახლა აქამდე მოვუყვებოდით დაცულ ტერიტორიის საზღვარს და აქედან უკვე შევდივართ დაცულ ტერიტორიაზე და ეს ბანერები გვაფრთხილებენ. ეს გამოფრთხილებელია ეს? კი. ქცევის წესები ქურციგებთან დაკავშირებით. რეინჯერიც ცხოვრობს. რეინჯერიც ცხოვრობს. შეიძლება გასულია პატრულირებას აკეთებენ ხოლმე. ამ გზას მივყავართ ელდრის დაბლობზე, სადაც ქურციკები არიან. და ჩვენ ვერ წავალთ ამჯერად. ხო, ჩვენ სამწუხაროდ ვერ წავალთ. ჩავალთ პანტიშარას ხეობაში. ბევრი რეინჯერია ეს ამ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ მე როგორც ვთქვი, საკმაოდ დაცულია. კი, ზუსტად რაოდენობა არ ვიცი ახლა რამდენი, ანუ ალბათ 25-30-ის ფარგლებში უნდა იყოს და არის რეინჯერთა სადგურები დაცული ტერიტორიის გარშემო სტრატეგიულ მონაკვეთებში და იქ ცხოვრობენ რეინჯერები. სხვა დაცული ტერიტორიებისგან განსხვავებით ვაშლოვანში ცოტა სხვანაირი სისტემაა რეინჯერების მუშაობის. ესენი მოდიან და 6 დღე რჩებიან დაცულ ტერიტორიაზე. აქ ცხოვრობენ, მერე 6 დღეში იცვლებიან. კი, მორიგეობა. და ყოველ დღე თავისი პროგრამა აქვთ, რომელ მიმართულებით უნდა წავიდნენ პატრულირების გასაკეთებლად. ეხლა მივდივართ რეალურად რაღაცა მდინარის გაკვაულ გზაზე, ხო? კი, ეს არის მდინარის კალაპოტი, პანტიშარას ხეობა ქვია. და სეზონურად როცა წვიმა მოდის, მაშინ აქ შეიძლება დიდი მდინარეც წამოვიდეს. პირდაპირ არის ცნობილი მერცხლების ქალაქი. რომელიც ვაშლოვანი როცა გახდა ცნობილი, მაშინ მერცხლების ქალაქი იყო ერთ-ერთი მთავარი იმზიდველი ობიექტი. მაგრამ როგორც ჩანს, ადრე უფრო მეტი ბუდე იყო მერცხლების, ეხაც ჩანს ხედავთ, აი. რაღაც ნაპრალებში უამრავი ბუდეა. ადრე ყოფილა 1000-ობით და მე რაღაცა მასივი ჩამოიშალა და ეხა იმდენი აღარ არის, მაგრამ აპრილის ბოლოს, მაისისკენ დღესაც ბრუნდებიან ხოლმე და მოთხმაურიანი ხდება ეს ადგილი მაგ დროს. ხო, არა, ეხლა მივხვდი ბევრი რატო ეძახს ამას საქართველოს პატარა არიზონას, იმიტომ რომ რაღაც იმასავით არის, ხო, მართლა? ეს მდინარე, ანუ სეზონურად არის, როგორც მივხვდი, ხო? წვიმებზე როგორც. ხო, წვიმის დროს. ესე არ არის, რომ აი თქვათ გაზაფხულზე აქ მდინარეა სულ, არა. უნდა იწვიმოს, ეს წვიმა უნდა იყოს ძლიერი თავსხმა წვიმა. როგორც წესი, მოკლე წვიმებია ხოლმე, ხანდახან 1 საათი, 2 საათი იწვიმებს ძლიერად და მერე მოვარდება ეს წყალი და ნუ ხანდახან ისეთი ძლიერია წყალი, შეიძლება მანქანისთვისაც არ იყოს უსაფრთხო. ეხლა თიხიანი იადაგებია რა და
პირველი 10 წუთის მერე, როცა წვიმა დაიწყება, ზედაპირი სველდება და ხდება როგორც პლასტელინი რა, ისეთი წყალგაუმტარი და მთელი ეს წვიმა რჩება ზედაპირზე. ნიადაგი ვერ იწოვს ამას. და მოდის ესე ერთხელ შევესწარი მაგ მომენტს სამწუხაროდ გაქცევა მომიწია, იმიტომ რომ ბავშვები მყავდა რამდენიმე მანქანით და ეხა არ იყო იმის საშუალება, რომ დავალოდებოდი და ეს ანაყაობა მენახა. რაც ძალიან მინდა, იმიტომ რომ არ მინახავს რა სრული დიდებულებით ეგ წყალმოვარდნა. აქ ჩვენ წინ ჩანს ან მაგარი გეოლოგიური ფენები. ამ ფენებით შეგვიძლია თქვა კონკრეტულ რაღაცების უკვე შესაბამის სპეციალისტებს შეუძლიათ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით თუ ფენაში იპოვიან რაიმე ნამარხ სახეობებს, უკვე შეუძლიათ ასაკის დადგენა. ნუ აღარ ვამბობ თანამედროვე რადიონახშირბადურ მეთოდებზე, როცა გაცილებით ზუსტად შეიძლება თარიღის დადგენა. ნამარხითაც ხერხდება ეგ. ძალიან საინტერესო ხეობაა ნამარხი ფაუნის ნაშთებით. შეგვიძლია გავიაროთ და დავთვალიეროთ ესენი. აქ მანქანას დავტოვებთ, აქედან უკვე აღარ შეიძლება მანქანით გაგრძელება და ფეხით აუყვებით. რამდენი მეტრა არის? ერთი გზა არის დაახლოებით ჯამში კილომეტრი ნახევარი გამოგვივა. ორივე გზა. კი. თეთრი ფერი ეს არის ჩვეულებრივ მარილი. ინესტება ხოლმე ეს კლდე, შიგნიდან სინესტე გამოდის, რომელსაც გამოაქვს მარილი და მე ეს სინესტე როცა შრება, მარილის კრისტალები ჩნდება და ესე დაგროვილი არის, იმიტომ ჩანს თეთრად. და ეს მარილი იქიდან გამომდინარეა? შიგნიდან არის გამოტანილი წყლისგან, კი. და წყალი გამოდის, სველდება ეს კლდე, მაგრამ ეს მუდმივად ხდება, ხო, სველდება, შრება, სველდება, შრება. წყალი ქრება და კრისტალები რჩება. და ესე არის დაგროვილი. რა თქმა უნდა, თან ვარდება პერიოდულად, თორე აქ დიდი ფენა იქნებოდა სხვა შემთხვევაში. ისი თეთრი მარილია, ჩვეულებრივ მლაშია. აგა სინჯოთ ველო. ეს ხევი ხა სად მიდის? ეს ხევი გრძელდება კაი ხანს და რითია საინტერესო იცი? რაღაც სადღაც 2 კილომეტრის მერე ხეობა იყოფა ორ ნაწილად. და მარცხენაში თუ წახვალ, კიდე 1 კილომეტრს გაივლი დაახლოებით და იწყება მონაკვეთი, სადაც გავრცელებულია თურანულა, ესეთი ხეა, Populus euphragtica ლათინურად. რომელიც ბუნებრივად გავრცელებულია ეუფრატის სანაპიროებზე. და საქართველოში აი მარტო მაგ მონაკვეთზეა დაახლოებით 100-ზე ნაკლები ინდივიდი, ზუსტად არ ვიცი რამდენია, მაგრამ დანარჩენი მთელ საქართველოში არსად არ არის. აი რატომღაც გადაწყვიტა რომ იმ ხეობაში იცხოვროს. არა და მეორე განშტოება ამ ხეობისაც ჩვენთვის ესე ვიზუალურად იდენტურია რა. რატომღაც მარცხენაში არის, მარჯვენაში არ არის. როგორც ამბობენ, ნუ რელიქტია, რაღაც მომენტში ამ სცენარის გავრცელების არეალი შეიზღუდა და როგორც ჩანს, აქ მაინც შენარჩუნდა ის პირობები, ის გამოც გააგრძელა ცხოვრება, დანარჩენი გაქრა. თუმცა არც ვრცელდება. როგორ სიწყნარია? ანუ არ ფსხმარის როგორი? ეგ არის კიდე ერთი დამახასიათებელი ვაშლოვანის რომ ტელეფონი არის ჭერს, ინტერნეტი არ არის, არაფერი არ არის. ერთი თვითმფრინავი თუ გაგახსენებს რომ ეს ცივილიზაცია. ცივილიზაცია. აი ხა სამწუხაროდ. მანქანა მოდის ხო? მთელი რეგიონის თვითმფრინავები ჩვენ თავზე გადადიან.
ეხლა მოდი ნიჟარები ვნახოთ და აქ არის კიდე ერთი საინტერესო ადგილი. აი ეს რო ამბობდით, რომ ეს ყველაფერი ზღვაში წარმოიქმნა და დაილეკა. ეს არის იმის დამადასტურებელი, აგერ ყველაფერი ჩანს. სხვადასხვა ფენებად და რა თქმა უნდა, ყველა ფენა საბამება სხვადასხვა დროს. ხო. როგორც ამ კონკრეტულ ადგილზე ამბობენ, დაახლოებით 2,5 მილიონი წლის ამბავია, 2,5-დან 5 მილიონამდე. ეს არის პერიოდი, როცა ეს ტერიტორია ამოიწია ზღვიდან, ეს ყველაფერი მოხდა ტექტონიკური მოძრაობის შედეგად, როცა არაბეთის ფილამ დაიწყო ჩრდილოეთით მოძრაობა და ევრაზიის ფილას შეეჯახა, ამან წარმოშვა ჯერ თავიდან მიწისძვრა ალბათ, ხო? მიწისძვრებიც ალბათ იქნებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამოიწია, მანამდე ზღვა იყო აქ საქართველოს ტერიტორიაზე, წარმოიშვა კავკასიონი, მაგრამ მაგის მერეც ძალიან დიდი ხანი ეს ადგილი ისევ რჩებოდა წყლის ქვეშ. და უკვე სულ ახლახანს გეოლოგიური თვალსაზრისით რო ვთქვათ, ასე 5-2 მილიონი წლის პერიოდში ამ ადგილმა ამოიწია და დატოვა ზღვა. მაგრამ ეს არ მომხდარა ერთჯერადად რა, იმიტომ რომ ბრუნდებოდა, ხო? ხო, ეს ადიოდა, ჩადიოდა, რაღაც პერიოდები იყო, როცა ლაგუნებს ქმნიდა, იყო ხმელეთის და წყლის მონაცვლეობა და თვითონ ეს მოლუსკები, სადაც არის, ეს უკვე მეტყველებს, რომ არ იყო ღრმაწყლოვანი ზღვა. იმიტომ რომ მოლუსკებს ჭირდება თბილი და ნათელი წყალი და შესაბამისად თხელი ადგილები. ანუ ეს როდინდელი გამოდის ხა რაღაც. ხო, ეს არის დაახლოებით 2,5 მილიონი, 5 მილიონი, როგორც ჩვენ გვეუბნებიან. მაგრამ აი საინტერესო რა არის, რომ ეს წეღან ვახსენეთ, რომ ბრუნდებოდა ეს ყავისფერი ზოლი, რაც ჩანს, ეს უკვე არის ბოტანიკური ნალექები. და აქ არაფერს არ გვაძლევს ეს, მაგრამ აი ამ ადგილზე თუ დააკვირდები, ძალიან პატარა მონაკვეთია ფოთლის. ბეჭდილი ქვევიდან უნდა შეხედო, რომ დაინახო. მაგრამ ხანდახან ეს ნაწილები ჩამოვარდებიან ხოლმე და უკვე აი ქვას თუ აიღებ, ახალ ჩამოვარდნეს, იქ უკვე კარგად ჩანს ფოთლის ანაბეჭდი. სამწუხაროდ ამჟამად არა გვაქვს ეგეთი ნიმუში, მაგრამ აი აქ ესენი ფოთლებია ჩვეულებრივ ანაბეჭდი ჩანს ხოლმე. და ეს ნიშნავს, რომ ქვემოთ არის ნიჟარები, მერე იყო ხმელეთი, მერე ზემოთ ისევ ზღვა, როგორც ჩანს, ადიოდა, ჩადიოდა. ან ზღვის დონე მატულობდა და კლებულობდა, ხო, ეგეც შეიძლება იყოს. არა, მაინც და მაინც ტერიტორია ამოიწიოს. თუნდაც საოცარი, იმიტომ რომ მართლა რაღაცა იქ პატარა ერთ ადგილას გახარა და ყველაფერი არის სახეზე როგორ იცვლება სამყარო, ხო? როგორ იცვლება დედამიწა, იმიტომ რომ საოცარი რაღაცაა. ანუ ეს არის ერთი ნაწილი ვაშლოვანის და მთელი ვაშლოვანი წარმოადგენს, რომ ესეთი მსგავსი ნალექებით არის აგებული და გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე, ივრის ზეგანზე ნაპოვნია უამრავი სხვა ნიმუშები, ეს არის მაგალითად ჯირაფი, სამხრეთული სპილო, ხმალკბილა ვეფხვი, მაიმუნებიც არის და ეს სია ხო სავანის ტიპის ფაუნაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, როგორც აფრიკაშია, ხო? კი. სხვა კლიმატი იყო, სხვა სახეობები არსებობდნენ. ხო, არა, ზოგჯერ ცოტა გონებისთვის რთული წარმოსადგენია, რომ დაფიქრდე, რომ ანუ აქ იყო, ესე იგი, სხვა ხო რაღაცა აფრიკის მსგავსი პირობები, ხან მაიმუნი იყო, ხან და ეხლა ჩვენ ვართ. და ეს ხშირად ძნელია ხოლმე იმის გააზრება, როცა ვახსენებთ, რომ აი 5 მილიონი წლის წინ. აი ეს 5 მილიონი წელი რამხელა დროა, ჩვენთვის ცოტა რთულია ამის წარმოდგენა. განსაკუთრებით ჩვენი ცივილიზაციისთვის, რომელიც ანუ რასაც ქვია ცივილიზაციები ხო რა, როდის იწყება, ხო მაქსიმუმ 10,000 წელია რა. ეს რაღაცა მიასედია იმასთან შედარებით. კალსეიგანს როგორც აქვს, ხო? ერთი წლის კალენდრით რო აქვს თელი სამყარო და ადამიანის ცივილიზაცია რაღაცა ბოლო იმაში ჩნდება საერთოდ, სულ ბოლოში. აი ამას ვადარებ ხოლმე, ჩვენ ამ დროს მასშტაბს ვერ გავიაზრებთ ბოლომდე. იმას როგორც ჩვენ ვერ გავიაზრებთ იმ მრავალ განზომილებას, როგორც ფიზიკოსები რომ ამბობენ, რომ
დამატებით განზომილებები, სიმების თეორია, რასაც ჩვენ ვართ გამოწყდეული ამ სამ განზომილებაში და მეოთხე დროს თუ ჩავთვლით და მოჩა იმის იქით ჩვენ ტვინ ვეღარ გაჩავს. ესეა ეს გეოლოგიური დროც. ხო, იმიტომ რომ ისეთ გარემოში გაიზარდა რა, განვითარდა ხა ადამიანი ევოლუციურად, რომ ხო ფუნქციურად ეს დრო გესმის ხო რეალურად რას ცოცხლობს და განზომილებად შესაბამისად. ეხლა წერან ამ ადგილზე რო გითხარი, აქ ფოცხვერს უყვარს ხოლმე ტერიტორიის მონიშვა. ხო. და ხშირად არის ფოცხვერის კვალი. ეხლა ბოლო პერიოდში აღარ მინახავს, მაგრამ ეხაც არ ჩანს. მაგრამ ეხლა რატო ვარაუდობ, რომ აქ ნიშნავს ტერიტორიას, იმიტომ რომ აი აქ არის ხოლმე გავლილი. აი ეს არის სავარაუდოდ. ძალიან ცუდად ჩანს, შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონი ეს უნდა იყოს, აი ეს მრგვალი. აი იგივე ეხლა აქ არაფერი არ ჩანს, ვერ გაიგებ ფორმას, მაგრამ რაღაც ჩემი ინტუიციამ კარნახობს, რომ ეს იყო უბრალოდ ძველია საკმაოდ. ხო და რატო უნდა გაიაროს ესე ახლოს ამ კლდესთან? ხო. თუ მონიშნული არ აქვს, ხო ეს? მოდის ხოლმე აქ და ამაზე მიაშარდავს და ამ ადგილს აი ეს ფერი შეხედეთ თქოს. თუ ეს არ ვიცი. მაგრამ ეს ესეთი სტრატეგიული ადგილია, იმიტომ რომ წყალი ნაკლებად ჩამორეცხავს ცოტა ხო. არ ვიცი. მაგრამ ესე მგონია. იმიტომ რომ ბევრჯერ მინახავს აქ ესე ახლოს გავლილი. და ეს დათვის ნაკვალევი სად გაქვს? სად გინდა? დათვის ნაკვალევი შეიძლება ნახო ყველგან რა. შორის ამ ხეობაშიც თუ გაივლიდა. ეხლა აქ ესე რაც გამოვიარეთ ვერ ვნახეთ. ხო. და ამიტომ სხვა შევამოწმოთ, სხვა ხეობის შესასვლელი და შეიძლება იქ ვიპოვოთ. კი ბატონო. მაგრამ და შეგვიძლია წავიდეთ ის მგლის ნაკვალევი ნახოთ ახლოდან. ეს ნახე ეს ზემოთ სიმბა უნდა გამოჩნდეს და ან თავისი შვილი დაიჭიროს ხელში ამ პირიქით. მუფასამ სიმბა. ეხლა მივაგენით გლის ნაკვალევს, ხო, როგორც? მივხვდი. ძალიან ძნელია ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეხლა ძალიან ექსპერტი არ ვარ ნაკვალევების, მაგრამ 100%-ით ჭირს, ხო. მაგრამ აი ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს მგელი. ბევრი მახასიათებელი აქვს. ხო, იცი არ ხნია მაგალითად. მაგალითად, ჩანს ზომა, ჩანს ბრჭყალები უკვე გვეუბნება, რომ ეს არის ძაღლისებრი. ხო. მაგრამ შეიძლება აგვერიოს ძაღლში, ხო? აი ჭყალები, ხო? ხო, აი ჭყალები კი, აი ორი და აქაც ჩანს. აქაც ცოტათი ჩანს, მაგრამ ამოსებულია. ტურაზე დიდია. ხო. ძაღლი ამ ზომის შეიძლება იყოს, მაგრამ მეცხვარი მაგალითად. მეცხვარი ძაღლი, ხო. მაგრამ ნახე, ეს ცოტა ოვალური ფორმა. ეს უკვე მგელზე მიუთითებს. შეკრული ნაკვალევი, აი ძაღლი არის ცოტა უფრო სუსტი ფეხი აქვს რა, რომ ჩაყობს ტალახში, ჩადგამს ფეხს, ეშლება ეს თითები. ეს შეკრულია და თუ გაქვს რამდენიმე ნაკვალევი და მთლიანად ამ ბილიკს დააკვირდები, მაშინ კიდე არის ნიშნები, რომელიც გეუბნება ძაღლია უფრო თუ მგელი. ხო, როგორც ჩამოვდი რაღაც პირდაპირ თუ მიდის, აი ძაღლი დადის ზიგზაგებზე, მგელი უფრო ესე მიზანმიმართულად დაადგება და მიდის პირდაპირ. ანუ იმან იცის ზუსტად სად. იმან იცის სად მიდის, ხო, ეხლა შეიძლება გაჩერდეს კი ბატონო, ერთი ფეხი ცოტა ესე დადგას თუ რამეს დაყნოსავს, მაგრამ ძირითადად მაინც სწორხაზოვნად დადის. მერე უკანა ფეხს ადგამს წინა ფეხის ჩადგმულში. და ეს სხვანაირ პატერნს გაძლევს ნაკვალევების. ეგ მახასიათებელიც აქვს. ეს დიდი ალბათობით. აი აქაც არის, ხო? აი კი, აი აქ, იქით და მერე ესე სწორად გრძელდება, აი ქვემოთაც იყო. ხო. და ესეც მიუთითებს, რომ X-ი არის აი ეს ზოლი და ეს ზოლი. ეს ხო არის სამკუთხედი, სადაც ძირითადი ბალიშია მოქცეული და ხო, უკანა. ხო. ძაღლის შემთხვევაში ეს ზოლი რო გაავლო, შეიძლება თითის შუაში გავიდეს რა, ან ამ თითის, იმიტომ რომ ის იმას ეღრიცება.
თითები. ამას ესე შეკრული და სტაბილური აქვს, ძლიერი თათი აქვს უფრო. მე ხა ამას რო ვათვალიერებთ, ამას რო უყურებთ, აი გამიჩნდა შეკითხვა, საიდან გაჩნდა რა, როგორ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ საქართველოსთვის როგორც ვთქვით არ არის ხო, დამახასიათებელი ესეთი გარემო და როგორ გაჩნდა, აი ნახე ეს გინდათ აი ეს გაყოლებაზე, ეს საერთოდ ეს რა ამაზია და ეს მართლა რაღაცა ვესტერნში მგონია თავი, იმიტომ რომ რო უყურებ მგონია რომ ვიღაცა ის უნდა გამოვიდეს და რაღაცა ისროლოს. ფორმები უამრავი. ხო. რავი, კაი კითხვა, მეც მაწუხე. ხო. კითხვები და ხო, არ ვიცი, ჩემი თეორია მაქვს ამაზე რა. ნუ ეს პირველ რიგში ყველაფერს რაც ართულებს ის არის, რომ ერთბაშად არ მოხდა რა. წარმოიდგინე, დაილექა წყალში, ეს ადგილები არასოდეს ყოფილა რაღაც დედამიწის ქერქში ისე ღრმად, რომ მეტამორფიზმი განეცადა, ან დაპრესილი იყო და უფრო მყარი ქანები მიგვეღო და არის რბილი. და რაღაც მომენტში ამოვიდა წყლიდან და მაშინვე გახდა წყლის ზემოქმედების მსხვერპლი ეს ყველაფერი. იქიდანვე გაჩნდა პატარა ჩაღრმავებები. მაგრამ ეს სიბტყეზე ხო არ ამოვიდა წყლიდან, ხო? იქიდან აწვება ეს არაბეთის ფილა, აქედან ევრაზიის ფილა და ამაში დაიჭმუჭნა. შესაბამისად ეს ტერიტორია, აი კონკრეტულად ახლა სადაც ვართ, აი ესე აიზნიქა ზემოდან და ეს ფენები ახლა ჩვენ რასაც ხედავთ, იმიტომ არის ესე დაახლოებით 45 გრადუსზე დახრილი, რომ აი მაგ ძალის შედეგად მოხდა. და ეს რომ დაიკუჭა და ამ დროს პარალელურად მიდის წყლისგან ამის გამოკვეთა, ხო? სადღაც ჩაღრმავება და უფრო რბილ ადგილს იპოვის წყალი. იქ კიდე უფრო ღრმავდება და რაღაც შედარებით მყარი ნაწილები რჩება ზემოთ. თან ქვემოდან ეწევა ეს, თან წყალი მუშაობს პარალელურად და ბოლოს აი ხაც თუ დავაკვირდებით, აი ყველა ესეთ მეკბილებს ვეძახი ხოლმე ამას. ყველა ესეთ გორაკს თუ ალესილს თავზე ადეს შედარებით მყარი ფენა. ქვიშაქვის. დაბლა არის უფრო თიხოვანი და ადვილად შლადი, მაგრამ იმის გამო რომ ზემოდან რაღაცა მყარი ედო, წვიმა და წყალი იმას ვერ ასუფთავებდა და შემორჩა დიდხანს რა. და გარშემო რაც უფრო რბილი იყო, წყალმა გამოკვეთა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს. როგორც იმაშია, კაბადოკიაში რომ რაღაცა ერთი კონუსი და ზემოდან ქვა ადევს. და ეს კონუსი ზუსტად იმიტომ გადაურჩა ეროზიას, რომ ამ ქვამ დაიცვა წვიმის ზემოქმედებას. დაახლოებით იგივე აქაც. მაგარიც. ეხლა მოკლედ კადრში გამოვიჭრეთ ორბი, ხო? კი. და როგორც ჩანს ბუდეზე ზის. ხო, და გვიყურებს პირდაპირ ჩვენ თითქოს. ხო, ჩვენ გვიყურებს და ძალიან კარგად გხედავს. ხო. ჩვენ ამ ხელამოწყობილობა გჭირდება რომ დავინახოთ და ის როგორც ამბობენ, შეუძლია 1 მეტრიანი ობიექტი დაინახოს სადღაც 6 კილომეტრიდან. მართლა. ძალიან მაგარი მხედველობა. ანუ მართლა გვიყურებ პირდაპირ გხედავს. კი, გხედავს ჩვეულებრივ. უფრო შეიძლება უკეთესად ვიდრე ჩვენ ხედავთ. ვიდრე ესე ხედავთ. ეს არის ამის თავი იარაღი რა. ხედველობა, იმიტომ რომ მასე პოულობენ საკვებს. ეს არის ლეში. ორბი არის ერთ-ერთი ლეში ჭამი. არის და არის ძალიან დიდი, როგორც მოვიდა. არის დიდი, ხო, 2 მეტრი და 75 სანტიმეტრი აქვს ფრთაშლილი. უბრალოდ წარმოიდგინე ამ ხელა. გიგანტური რა. ზარმაზარი. და ეს ზომაც ამ ხელა ფრთები ეხმარება იმაში, რომ ძალიან დიდხანს გაჩერდეს აერში. და როცა ეძებს ალბათ, ხო, ამ ლეშს? ეძებს, ხო, მაგათი მთელი დღის რუტინა ეგ არის, რომ იფრინონ ფრთების ქნევის გარეშე
აღმავალი ჰაერის ნაკადებზე მოკალათდებიან და იქიდან ასკანერებენ ზედაპირს. და თან საინტერესო რა არის, იცი? კავშირი აქვს რამდენიმე ორბს ერთმანეთთან. აჰა. და ესენი მუდმივად უყურებენ ერთმანეთს და თან უყურებენ მიწას, რომ იპოვონ რამე მკვდარი ცხოველი. როგორც კი ერთ-ერთი დაიწყებს დაბლა მოძრაობას და უკვე საკვებთან მიახლოებას, სხვებმა უკვე იციან, რომ იქ რაღაც არის და მერე ისინიც მიდიან და უზარმაზარი ტერიტორიიდან შეიძლება მოგროვდნენ უცბად, აი თუ რამე დიდი ცხოველია, მკვდარი მაგალითად ცხენი, ხო? ხო. აი უცებ შეიძლება გაჩნდეს 50-60 ლეშჭამია ფრინველი ერთად. კი. ნუ თავიდან შენ ხა ეს როგორ მიაგენი ამას? ნუ აი ერთი ხრიკია ესეთი თეთრი ნაწილები რაც ჩანს კლდეზე. ხო. ეს არის ამათი ნასკვლინტები. აჰა. და სადაც ხშირად ჯდომა უყვართ, იქ ესე ათეთრებენ იმ ადგილს და როცა გინდა რომ იპოვო, პირველ რიგში ეგ უნდა დაათვალიერო რა. არის სხვადასხვა სახეობები ორბის. ჩვენთან არის სხვა კიდე სხვაგან? კი, ჩვენთან არის. ყაზბეგში არიან. ყაზბეგში ბატკანძერიც არის და არიან სამეგრელოშიც. ბევრ მარიც, მაგრამ იქაც არიან. ნუ საკმაოდ გავრცელებულია ერთის ხრივ, მაგრამ იმდენად რაღაც შედარებით უკაცრიელ ადგილებში ცხოვრობს, რომ ბევრი ვერ ხედავს. და ბევრისთვის უცხო არსება. აი აქ რა იმას შეიძლება რომ რა ლეში შეიძლება რომ ეგეთი შეხვდეს დიდი მაგალითად და რასაც ეცგერება 50 ორბი. თქვა 50 ლეში. ცხwari. ცხენიო თქვა. ცხენი, საქონელი, ცხwari ხდება ესე რომ იხოცება რა, ხან დაავადებით, ხან მტაცებლის თავდასხმის მერე რჩება, მთლიანად ვერ ჭამენ. 1000 რამ ამდენი 10,000 ცხwariა ჯერ მარტო და ხა იქიდან რაღაცა რაოდენობა ხო იხოცება და ეს არის საკმარისი გასწევდება ხო ეს. კი. და ძალიან საინტერესოა რომ თუ რამეს აღმოაჩენენ, ესე პირდაპირ არ მიდიან რა, იმის საჭმელად ჯერ აკვირდებიან, სწავლობენ, რამდენად უსაფრთხოა. მერე ველოდებიან, თქვათ, კაჭკაჭები როდის მივლენ. თუ კაჭკაჭი მივიდა და არაფერი არ დაემართა, ნუ ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოა, მაგრამ ყორნები მიდიან და ბოლოს აი თითქოს რაღაცა ნიშანი მისცესო, ერთბაშად რამდენიმე დააცხრება ამას და ხანდახან მე ვდებ ხოლმე სპეციალურად ლეშს. ესა სპეციალური კარავი მაქვს, სადაც შეგიძლია დაიმალო, ლინზა გამოყო და ბადიანია, ანუ შენ არ ჩანხარ და შიგნიდან ყველაფერი ჩანს. ხო და მოვაწყობ ხოლმე ადგილს, სადაც ლეშს დავდებ, კარავს შორი ახლოს და ველოდებ რომ მოვიდნენ და ფოტოები გადავიღო და აი უკვე რომ მიფიქრია რომ აი ხა არ არიან რა, არ მოდიან და როდემდე ვიჯდე და ამ დროს უცბად თითქოს ერთ დაძახებულზე ყველა მოვარდნილა და აი ახლა რო გააკეთო, რადგან იცი სიტყვა ეს სადაც არის და აქვე ახლოს გაშალო, ალბათ უფრო დიდი შანსია რომ მალევე მოვიდეს რა. კი, აი იმ ადგილებში სადაც თავშესაფრები აქვს, ესეთი მიუდგომელი კლდეები, იქ რა თქმა უნდა უფრო ადვილად იპოვიან იმ ადგილს. და თუ ცოტა შორს დადებ, რაღაც დრო დაჭირდებათ, მაგრამ ალბათ მაინც იპოვიან. ეს ორბი კაი, მაგრამ ხა ნახე შემოbrundები თუ არა, კიდე ერთი საინტერესო ფენა ვაშლოვანის. ერთ წერტილზე მოკლედ იქით გაიხედა, თუ აქეთ გაიხედავ რაღაცები არის, ხო? შემოbrundet. ხა გავასწორებ ამას და უბრალოდ ჩაიხედე შიგნით. ამან ჩაიხედე და მითხარი რას ხედავ. ვა. ნარჩენია, ხო ეს ხა რაღაც. ვა. როდინდელი ეს არის ესე იგი? ეს არის სადღაც 10 საუკუნის წინანდელი. შუა საუკუნეების. ციხესიმაგრე იყო აქ? წერა როგორც ამბობენ სპეციალისტები, იყო წყლის აუზი. თავიდან მე როგორც ციხესიმაგრე ისე ვიცოდი, ხო, იმიტომ რომ ეხლა რო შევხედე პირველი ეგ ვიფიქრე. კი, თან რაღაცა სტრატეგიული ადგილია რა. აჰა, ზეიმოდან იყურება. ხეობა, გზა არის, აქ გზა გადიოდა და თან ახე ამ ხეობის სახელს პანტი შარა.
შარა იყო და ამბობენ რომ ეს იყო ერთ-ერთი დამაკავშირებელი აი სპარსეთთან და იმ მხარესთან. ხო და ნამყოფი ხარ ესე ზემოთ? კი, ნამყოფი ვარ, ძალიან საინტერესო ადგილია რა. ეს ახლა ჩვენ მარტო შენობა დავინახეთ, მაგრამ აი ამ ფერდობზე რაც იქიდან ჩამოუყვება, ყოფილა მთელი დასახლება და ეხაც რომ შემოიარო ქვევრები, კერამიკის ნატეხები, საფლავები ისევ ადგილზე. მათ შორის არის მოჭიქული კერამიკაც, შუშის ნაწარმით, სამაჯურის ფრაგმენტები. რთულია იქ მოხვედრა ესე? მაღლა კი, მაგრამ აი ამ დასახლებაზე არც ისე. და ეხლა ცოტა შორს რო წავალთ, იქიდან ჩანს კიდე გამოქვაბულია კლდეში და ნუ ეგ გამოქვაბული ძალიან ჩანს რა, ყველა მიცოდა, მაგრამ აი აქ რო ამხელა დასახლება იყო, ეგ ცოტა ესეთია, უცნობი იყო დიდი ხანი და ეხლა რაღაც რამდენიმე კლიმატი იგივე უნდა ყოფილიყო, როგორ ფიქრობ, და რაღაც შეიძლება მცირე სხვაობა იყო, ეხლა მაინც ზაფხულს ძალიან ცხელა აქ. ზაი მაგაზე დავფიქრდი უბრალოდ 45 გრადუსში შუა საუკუნეების პირობებში. ეს ჩვენთვის არის ეს კომფორტს მიჩეული ადამიანებისთვის, თორემ საჰარაში ცხოვრობს ადამიანი და იმის ფონზე მგონი აქ ბევრად უკეთეს პირობები. ნუ როგორც ჩანს წყალი იყო ალბათ მეტი წყაროები გამოდიოდა შეიძლება. ყოველ შემთხვევაში აი ამითაც კიდე გამორჩეულია რა ვაშლოვანი. ამ ადგილის გარდა ცოტა მოშორებით აქედან არის ერთი ნაქალაქ არის ნაშთი, რომელზეც ამბობენ რომ არის ხორანთა. ხორანთა ისტორიულ წყაროებშიც არის მოხსენებული როგორც კამბეჩოვანის დედაქალაქი და მერე ითვლებოდა დიდი ხანი რომ ეს მოექცა მინგეჩაურის წყალსაცავის ქვეშ. იმიტომ რომ ვახუშტი როგორც აღწერს, ეს იყო იორის და ალაზნის შესართავთან და ეხა იქ წყალსაცავია. მაგრამ ნუ მე აღმოჩნდა ეგ ნაქალაქარი და ერთ-ერთი დიდი შენობაა გათხრილი, რომელიც ნუ საკმაოდ დიდრული და იმ დროისათვის რაღაცა მნიშვნელოვანი შენობა უნდა ყოფილიყო და ვარაუდობენ რომ ხორანთაა ეგ. რატომაც არა, ეხა წარმოიდგინე ისტორიკოსი ან გეოგრაფი, რომელიც სადღაციდან აღწერს ტერიტორიას, ეგეც იორის და ალაზნის შესართავი გამოდის რა, მაინც და მაინც იმ ზუსტად ახლოს ხო არ უნდა ყოფილიყო. აქედან გამოჩნდება ის ქვემოდან რასაც უყურებდით, ხო? აი. ვაუ. ეჯერა პანორამა და წარმოიდგინე სოფელი იქ. ანუ რა, შუა საუკუნეებში. ხო, შუა საუკუნეებში. მე ესე წარმოვიდგენია, რომ ბანიანის სახლები იყო და ერთი სახურავი მეორეში ჭერი და ესე ჩამოდიოდა საფეხურებრივად და ჩვენ რომ წყლის აუზი დავინახეთ მაშენები. აი იქ არის და მაგის მეორე მხარეს არის ეს გამოქვაბული. რომელიც ასევე მაგ კომპლექსს ეკუთვნოდა. აი ეს გამოქვაბული, ანუ ეს მასაც ხედავთ პირდაპირ ეს საკმაოდ დიდია რეალურად. ხო, ანუ შიგნით არ ვიცი, არც არავინ ვიცი ვისაც შეუძლია. ხო, როგორ უნდა მიუდგე მაგას? ეხა ვერ მიუდგები, მაგრამ შეიძლება ადრე იყო ასასვლელი. ალბათ ადრე იყო, ან კლდეშივე იყო გამოკვეთილი, ან ნახე ის ფერდობი რაც ჩანს. ხო. შეიძლება ეს ფერდობი მიდიოდა იქამდე. და მე ეროზიამ ჩამოაჭრა ეს ნაწილი და ეხა დარჩა გამოკიდებული ჰაერში. კიდე ეგ ვიცით რომ ადამიანის კი. ეკეთები. კი. ეს ეხა აქ ერთია, მაგრამ აქედან რომ გაუყვები დავით გარეჯისკენ არის უამრავი მსგავსი. ზოგან გაცილებით დიდიც, ზოგან უფრო მეტი შესასვლელი და მთლიანი საცხოვრებლებია გამოკვეთილი კლდეებში. ნახე ეს ვერტიკალური ნაპრალი რო ჩანს. ხო. ხო, აქედან რაღაც ძალიან ვიწრო ჩანს, მაგრამ რეალურად შიგნით შედიხარ. და ესეთი დაქანებული ბილიკია და ზუსტად იმ წყლის ავში ადიხარ მაქედან. და ეს არის ერთადერთი გზა, რომ აი ამ
გორაკის თავზე მოხდე. სხვანაირად გარშემო სულ მიუვალია. ძალიან უცნაური ადგილია რა. ხო, ანუ ეხლა ცოტა ხნის წინ რა ვქენით, ხო? რაღაც ნიჟარები ვნახეთ, რომელიც რამდენიმე მილიონი წლის წინ იყო. ამდე საუბრობთ იმაზე, რომ ეს ნიჟარებიც იმიტომ რომ აქ სხვა იყო, შემდეგ სხვა გაქრა, მთები ამოვიდა, მე ისევ დაბრუნდა და ახლა უყურებთ რას რომ რაღაცა 1000 წლის წინ ადამიანი მე იქ აძვრა, სადღაც რაღაცა გააკეთა. ხო, ეხლა რო გონია რომ აქ როგორ უნდა იცხოვრო, რატო უნდა იცხოვრო, მოგჩანს ცხოვრობენ. ხო, ამ დროს ვფიქრება ხოლმე რომ გავარა დიდი დრო და ჩვენ ხო რაღაც ესე ვართ რა, ყავს ტოვებთ რაღაცას და პლასტიკის ბოთლებს იპოვე. კი. ეს როგორც ჩანს, აი აქედან დავით გარეჯამდე მთელი ეს ივრის ზეგანი იყო აქტიურად დასახლებული. რამდენიმე ნაქალაქ არის აქედან იქამდე აღმოჩენილი და როგორც წყაროებში ან ნათქვამი და არქეოლოგიური მასალა ძალიან ემთხვევა იმას, მონღოლების შემდეგ მოუხრდა რა, აქ ცხოვრება აღარ გაგრძელებულა, რაც იმათ აყარეს აქედან ხალხი და მოაოხრეს. ანუ მონღოლებმა კვალი აქაც დატოვეს თავის მაგ კი, ხო, ბერქაყაენის შემოსევის შემდეგ შეწყდა აქ საცხოვრებლების არსებობა. ძალიან ბევრი რაღაცა მოვასწარით. 10 საათზე გამოვედით დედოფლის წყაროდან. სადღაც საათნახევარი 2 საათი ალბათ, რომ თვითონ აქ ძალამდე არ შემოვედით, იმიტომ რომ გზაში რაღაცებს ვიღებდით. კი. საუბრობდით, შევისვენეთ. და შემდეგ ძალიან ბევრი რაღაც მოვასწარით მართლა რა. და რომელიც დღეში საკმაოდ. ეს არის 6 საათი. კი. და იდეალურად მზის ჩასვლას. ნახეთ ხედები, ძალიან ლამაზი. ნახეთ გეოლოგია, ნამარხები. ცხოველების ნაკვალევები, ორბი თავის ბუდეზე და ამ ყველაფერსთან ვიღებდით და გადაღებას დროც უნდა და მაინც ამდენი რამე ნასახლარი ხო, ძველი ნამოსახლარი და ჯერ კიდე მარტია და აი ეს მცენარეები და ყვავილები არ არიან, რაც მერე ცოტა მოგვიანებით მოდის ხოლმე. ასე რომ ერთ დღეში ამდენი რაღაცის ნახვა შეიძლება. თითქოს რაღაცა ჩაპრესილია ყველაფერი. თან ეს იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს თვითონ ძალიან პატარაა რა და ანუ ამდენი რაღაცა რომ არის ესე და შეგიძლია ძალიან მალე უცებ გაჩნდე, აი ეგ არის გასაოცარი, იმიტომ რომ პირველ ეპიზოდში საერთოდ მქონდა რომ რაღაცა სამშულდეში გავჩდით უცებ და საერთოდ სხვა რეალობა იყო და აქაც რო ხარ, ანუ მართალი გითხრა, აი ეხლა აქეთ რო ვიყურები, მართლა არ მოგშეგრძნება რომ თითქოს რაღაცა იცი რა შეგრძნება მქონდა მართლა აი საათს დავხედე. ვიცი უცხოეთში რო ხარ და რო გონია რომ სხვა დრო. მართლა ეგ შეგრძნება მქონდა ახლა რომ მეთქი სხვა დროში ვარ. რეტა რომელი საათია თბილისში თუ რაღაც რა და ძალიან მაგარია რა. მიხარია რომ ცალკე სამყაროში ჩნდები 1-2 საათში რა და ხო და მე კიდე ესეთი სურპრიზები რაც ყოველთვის ვამბობ ხოლმე რა აი შეიძლება იარო ყოველ დღე ერთი თვის მანძილზე და მაინც რაღაცა მოულოდნელობა დაგხვდეს და ერთ-ერთი ეხლა რაც თელი დღე მოღრუბლული იყო და უცებ ზუზე გამოვიდა და შეცვალა ყველაფერი. დილით ველოდით ესე იგი პროგნოზით წვიმას, თოვს, იყო კიდევაც პატარა წვიმა, მოღრუბლული იყო და დასასრულს ესე მზის ჩასვლა გაჩნდა. ძალიან მაგარია. იქით გვაქვს აზერბაიჯანის საზღვარი, ხო? კი, იქით არის აზერბაიჯანის საზღვარი და იმის გამო რომ ჩვენ საშვი არ ქონდა, ნუ იქით ვეღარ წავედით და იქით არიან კიდე ქურციკებიც. მე იქით არიან ქურციკებიც, კი. ხო. მაგრამ არა, სხვა დროს შეიძლება ქურციკები. ეს ცალკე ძალიან ლამაზია რა, საოცარი ადგილია. ხო, ეს სილუეტები საკმეს ხეების კიდე ცალკე. მე შეიფოთლება და პატარა ბურთები იქნება ხოლმე. რაღაც ყვითელ სტეპში მწვანე ბურთები. მადლობა, ჩვენთან ერთად იყავი ამდენი ხანი. თემო არ ვიცი, ესე იგი დევსწყაროში შენ გვიმასპინძლე, ანუ შენს ძალიან კომფორტულ პატარა სასტუმროში და შემდეგ წამოვედით აქ და აქაც რავი, ჩვენი გიდიც იყავი მოკლედ. ფოტოგრაფიც იყავი, იმიტომ რომ ძალიან მიხარია და მთელი ამდენ განმავლობაში რა ვიცი, ყველა წერტილი მართლა მე რაღაცები ხო ვერ მოხვდება ფიზიკურად რა, მაგრამ მე ხო დავინახე რომ ყოველ წერტილი იცოდი მართლა ზეპირად რა და ძალიან მიხარია და თან ყველაზე საოცარი იყო რომ თან აი ხო თქვი ზეპირად, მაგრამ ყოველ იმაში კიდე რაღაცას ეძებ ხვდები ხო ახალს და
ეგ არის კიდე. დამალულია ბევრი ხო. რაღაც კიდე. ხო. გამოსხარ დაამატებდი რა ვიცი. მადლობა ესეთ საქმეს რო აკეთებთ და ძალიან საინტერესოა ამას რო აცნობთ კიდე ფართო საზოგადოებას და ვეტყოდი რომ იმოგზაურონ ვაშლოვანში, იმიტომ რომ როგორც თქვით, აი ერთ პატარა დღეში შეიძლება უამრავი საინტერესო რამის ნახვა და კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ტერიტორია არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ მოხვიდე და ნახო, თან უნდა გაიაზრო რამდენად მნიშვნელოვანია და როგორი გაფრთხილება ჭირდება რა. თუნდაც აი ქურციკების ნახვა და აუცილებელი არ არის რომ ახლოს მიხვიდე დრონით ან მანქანით გაეკიდო, საკმარისია დაინახო, დატკბე ამით, ისე რომ არ შეაწუხო და იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ეროვნული პროექტი, ხო? სახეობა, რომელიც გადაშენებული იყო, ბრუნდება ისევ საქართველოში და საჭიროა რომ ყველა ჩვენი პატარა რაღაცა წვლილი შევიტანოთ, რომ რამე შეწუხება არ იყოს და თქმა უნდა, ეგ დანაგვიანებაზე და მსგავს რამეზე აღარ ვიტყვი არაფერს, რაც ხშირად ტურიზმს ახლავს ხოლმე თან. ეს არის ადგილი, რომელსაც ყველა ერთად უნდა გაუფრთხილდეთ და თუ მოხვალთ და დაათვალიერებთ, აი ეს გქონდეთ ყოველთვის გონებაში, ეს მინდა უთხრა საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა და წარმატებები. მადლობა თქვენ. თქვენს მადლობა რომ გვიყურეთ და შევხვდებით მომთაბარე პოდკასტის შემდეგ ეპიზოდში.